მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და გასართობ შოუს გაცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ჩვენს გადაცემაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გააცინე @ზაღლუკა rustavi2.com. ან მობრძანდით სანდრო ეულის 5A ნომერში ან დარეკეთ ჩვენს ტელეფონის ნომერებს. ახლა კი ჟიური. ალეკო მალხაზიშვილი და ვანო ჯავახიშვილი გთხოვთ. მოგზავნით. როგორ ხართ? როგორ? მე წარამისავს ენერგიებით ახსოვს ყველას. დაკვირებულა სულ ალეკოსთან ერთად ხვდები ჟიურიში და რატო? რა დამწყვება რაღაც. რა ხდება გამაგები? უხდებით ერთმანეთს. კი, ნუ კარგი წყვილი ვარ. გენიალური წყვილი ვარ. უხდებით ერთმანეთს და მაინტერესებს განწყობა როგორია დღეს. ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. თქვენთვის მაგარი თუ აი ვინც მოვა? ალბათ ვინც მოვა მაგათთვის მაგარი, იმიტომ რომ ზაფხულია და არ ვისვენებთ აქ ვართ სტუდიაში და როგორი განწყობა გვექნება, ეხლა ალბათ ხვდები. ვაიმე? ანუ რა გაგვაცინებს რა გაგვაცინებს არის ეს? კარგი, დაიკავეთ თქვენი ადგილები მე ჩემს. მადლობელი. იმუქრებით რას გაგვაცინებსო, მაგრამ არა ხუმრობთ, კეთილები. სულ იმუქრებით, მაგრამ ბოლოს დააღრეჯილები ზიხართ და იცინით. ასე. მოდი გადავიდეთ ტრადიციულ ნაწილზე, ბორდზე. მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჟიურის სახეებს, ვერ გამომაპარებენ ღიმილს. სამი ღილაკი ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ 1 წუთი სათულად დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ 1 წუთი ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეცინა და ფული გადის სეიფიდან. ყველაფერი ვიცით, აი ესე მოვემზადე და დავიწყოთ. შემართებით. აბა, პირველი მონაწილე ნათია მაისურაძე ახლოცნება. სალამი, გამარჯობა. მადლობა რომ მოგზანდით ჩვენს გადაცემაში. ასაკი წერია, მაგრამ არ ვიტყვით, იმიტომ რომ ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. ეკითხებიან, კი ბატონო. საცხოვრებელი ადგილით წერია და ქალებს ეკითხებიან. საცხოვრებელი ადგილს ხო ეკითხებიან? კი, და საცხოვრებლად საცხოვრობთ, ხო ეკითხებიან? კი, არის ეგეთი. ამიტომ ქალაქი თბილისი, გილოცავთ. მადლობა. რა მოგვიმზადეთ, ქალბატონო ნათია? ჩემი შექმნილი ხუმრობები. თქვენ თვითონ მოიფიქრეთ, ხო? თავად მოფიქრებული კარგია. ძალიან კარგი. მე რა მაინტერესებს დატესტეთ ეს ხუმრობები, ანუ ახლობლებს მოუყევით, გაეცინათ, არ გაეცინათ? ზოგიერთს გაეცინა, ზოგმა დამაკომპლექსა და არ წამოვიყვანე არც ერთი. აუცილებლად გაეცინათ? იმათ არ ეცალათ. იმათ არ ეცალათ. არა უსწრაფო, აი კომაგების მეტი რა, არმია, დარბაზი სავსეა. კარგი, შეგვიძლია დავიწყოთ, ხო, ბატონო გიორგი? კალბატონათია, მე უნდა აგიხსნათ, სკამი გჭირდებათ. სკამი თუ შეიძლება სტუდიაში და მანამდე მე წესებს აგიხსნით. 5 წუთი გვაქვს, პირველი არის 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარი და მეხუთე 1000 ლარი. მიყვარს ესე მასშტაბს რო ვაძლევ. თქვენ შეგიძლიათ წარმატებული წუთის შემდეგ თანხა აიღო და წაბრძანდეთ, მაგრამ თუ გადაწყვეტ თამაშის გაგრძელებას და ვერ შეძლებთ, აი ამ ორი ადამიანის გაღიმებას თანხას დავკარგავთ. წესები ვიცით. დიახ. წარმატებებს გისურვებთ. მოვემზადოთ. 3 2 1 16 მაისს მოგეხსენებათ აღინიშნა ველოსიპედით სამსახურში მისვლის დღე. რის საპასუხოდაც შალვანათელაშვილმა მოითხოვა დაწესდეს ჯიპით მოსიარულეთა კოცონზე დაწვის დღე და აუხტენელი ოცნების წევრების ცოცხლად დამარხვის კვირეული. მართლა კაცო, ვანოს ეცინება შავი იუმორზე? ნო, არა, შავი იუმორი არ არის, ეს თქვა რომ ინშალლა წარმოვიდგინე რომ ამ ყველაფერს იტყოდა და ამიტომ მართლა სასაცილო იყო. სასაცილო იყო. კი ბატონო, აბსოლუტურად ვანოს დავეთანხმები, 50 ლარი თქვენია გილოცავთ. შეკითხვა ვაგრძელებთ თუ არა თამაშს? რა თქმა უნდა. ვაგრძელებთ, მაშინ მოვემზადოთ. 3 2 1 მიკროსაფინანსო კომპანია დააყაჩაღეს. როგორ გამოიყურებოდა დამნაშავე? ეკითხება ჟურნალისტი მოლარე გოგონას. ეხურა შავი ქუდი, ეკეთა შავი სათვალე. წავიდა მარშრუტკით, წაიღო სულ რაღაც 6000 ლარი. ევრო კი არა, ლარი. საწყალი, საყვარელი. უკმაყოფილო სტეფანე ეკითხება გამომსვლელს, რატომ მოხვედით? X-ფაქტორი მაქვს მგონია. X-ფაქტორი არა, მაგრამ X-ისებური ფეხები ნამდვილად გაქვთ. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ისევანო. ანუ აი ჩვენ რო თქვენი ახლობლები ვიყოთ, თქვენ ვისაც წაუკითხეთ ეს ხუმრობები, ვანო მიეკუთვნება იმ ჯგუფს, ვისაც გაეცინა და არ ეცალა და მე პირიქით. რა წარმოვიდგინე, ეხლა ეს ყველაფერი წარმოვიდგინე. ანუ ესე კი არ უნდა უყურო, წარმოვიდგინე, ხა მაგალითად სტეფანე რო ამ ყველაფერს ამბობს.
და არის სასაცილო. და სასაცილო. ამის სიცილი წინ არის ბატონო ალეგო. ძალიან კარგი. ეხლა მოდის ჩემზე გათვლილი ხუმრობები. ცოტა შორს. ნუ 100 ლარი თქვენია. შესაბამისად ისე გილოცავთ, მაინც გილოცავთ და ვაგზელებთ ანუ. კი. 3 აგზელებს თამაშს ძალიან. 2 იქვე 1. უსამართლობაა, როცა პირდაპირ ჩართვისას ზურაბ აბაშიძე აკეთებს განმარტებებს პრემიების საკითხზე. ეს ნამდვილად ალეკოზე გასული ხუმრობა იყო. აი ეს წარმოვიდგინე უკვე ხო და მაგრამ ძალიან სასაცილოა როცა ესეთი სერიოზული სახით კალბატონი რაღაცას აკეთებს. ძალიან კარგი ალეკოს გაეცინა 200 ლარი თქვენია აპლოდისმენტები. 200 ლარი გაქვს. კარგად მიდიხარ. შეკითხვა წინ 400 ლარია, ჩერდები თუ აგზელებთ? ვაგზელებთ. გიორგი ახლა დაადო რაღაც მძაფრი მუსიკა, შეკითხვა 200 ლარი გაქვთ. აგზელებთ თუ არა თამაშს? თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ეს რატო გაამძაფრე ესე, რატო? მე დარწმუნებული ვარ 400 ლარსაც მოიგებს. აგერ ნახავ თუ არა. 3 2 1. უსამართლობაა, როცა მარტო ხადურის ღაბაბზეა ლაპარაკი. რამე თუ არსებობს არა მარტო ნიკა არაბიძე, არამედ ძაღლების ფსიქოლოგი ზიანოდარი. რა სჭამამისთანაც ზიანოდარი. გაიმართა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერთა მიტინგი სლოგანით: მოწიე დაბოლდი და მერე გაგორდი. მოსახლეობის 90% უწყვეტი და ლეგალური კაიფის მომხრეა. აცხადებს გამომცვლელი. ვაი, საცოდაო საქართველო, საით მიდიხარ? ჩაილაპარაკა მოხუცმა, რომელსაც უკვე გამოვლილი ქონდა ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი მიტინგი. გიორგი ვარდოსანიძე არის გადაცემის წამყვანი და დამლაგებელი. აბა დავალაგეთ სახეები? არის ეგრე მარტო. გაბუნია მაია ასათიანთან პროფილში. გიორგი, 2 სიტყვით შენი იმიჯი X ფაქტორში. მინდა ვიყო მაწაკი. ეგ გამოვიდა 3. მე 2 გითხარი. კარგი, ნუ ვარ მაწაკი. რა გძნობაა, როცა ხარ მაწაკი. ძალიან მინდოდა რომ 400 ლარი მოგვექო, მაგრამ არსებობს მაგრამ. აი ეს ნაწილობრივ შენი ბრალიც არის. არ დაძაბე, გაიგე. პირდაპირ ხო აგზელებთ, კი გააგზელებთ. უნდა დაძაბე. სერიალს გავარ. თქვენ შეიძლება წააგოთ ის 200. ეგ არის თურქულისე, მე არა ვარ თურქულისე. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოიგეთ ქალბატონ ნათია მე. კი, მეც დამწყდა გული. სიმართლე გითხრათ, ძალიან გულშემატკივრობდით. უბრალოდ რაღაცა ამ კონკრეტულ ბლოკში ცოტა ისეთი ხუმრობები მიეწყო, რომელიც რაღაცა ვერ იყო ჩვენთვის სასაცილო. შეიძლება რომ ისე წავიკითხო? კი, როგორ არ შეიძლება? თუ სხვა დროს მოვიდა. არა, შეიძლება. სხვა დროსაც შეგიძლია. გული დამწყდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სწორად გაკეთებული რაღაცეები იყო, მაგრამ უფრო მეტი ისაკლა ალბათ. მეტი მარილი უფრო უნდა. ნიკა არაბიძე ავსტრიაშია ბალზე, ვერაფრით ვერ აუწყო ფეხი მოცეკვავებს და ტირის დედი იქონა დედა. მივიწყებულმა გუბაძემ პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავებში დარეკა. მეტნაკლებად მეც დავგოგმანებდა, შეიძლება მოვიდეო? ნიშარეული სტეფანე გაბუნიას. გაბუნია ქვა აგდე და თავი კარგად შეუშვირა, სადმე სხვაგან არ მოხდეს. განცხადება საიტზე. ნანუკა ჟორჟოლიანი გააჩუქებს დათუნა სულიკაშვილის ხალათს. ძალიან აქტუალური თემები გქონიათ ეს შეგეძლოთ ესეთი რაღაცები პროფიტ. კიდე ძალიან კაი. ჩემი თხოვნა იქნება რომ ეს თები არ ჩამოყავდეთ და კიდევ გვეწვიოთ გადაცემაში. სიამოვნებით დაგელოდებით. იმიტომ რომ აუცილებლად მოიგებთ. უღრმესი მადლობა აპლოდისმენტები გავაცილოთ. მადლობა ქალბატონ ნათია. იგი გადაცემა რეალური შანსია მოიგოთ, უბრალოდ თქვენი მომზადებული ხუმრობები აუცილებლად დროში გათვალეთ. დროის გამო მე ვერ მოვიგე, მაგრამ კიდე მოვა. ძალიან საინტერესო იუმორი იყო. აქტუალური მართლა ხარ? კი, იცი რა არის, მე მომწონს, როდესაც გამომსვლელები აი ამ მიმართულებით ფიქრობენ, როცა რაღაც არის აქტუალური. ხო, ეგ ძალიან აქტუალური და აი ახალია, ცხელია და უფრო გეცინება მარტივად, ეს არის. რა თქმა უნდა. თან ძალიან მომწონს, როცა აი რო შეხედავ იუმორისტი ვერ იტყვი. ხო, ადამიანი და ამ დროს რადიკალურად რაღაც აფრქვევს ისეთ კი, გეთახმები აბსოლუტურად. ნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზავს. საბა სიმონიშვილი, საბა რამდენია? აი ადამიანი შეხედავ პირდაპირ იუმორისტია, ხო ეგრე? გამარჯობა, საბა. აქეთ გამოგხედე, როგორ ახარ? კარგად. 8 წლის ხარ? და რა არის ეს შენ თვითონ წერ ამ ხუმრობებს თუ რა საიდან მოიფიქრებ ამებს? გეიცე, იდო სადღაც და ხო. გამოაყოლა. ანეკდოტებს მოგვიყვები თუ რაღაც მოფიქრებული ხუმრობები გაქვს? ანეკდოტები თუ რაღაცებია, ვერც მე ვერ გავიგე.
საყვარელი გასარკვევად მოვიდა, რომ რა არის? ქონია ხინკალი. ხინკალი ყვარებია ალეკო. მშვენიერია, მშვენიერია. ლოყები კი გაქვს ესეთი ხინკალივით ესეთი. საბა რამე ხო არ გინდა თქვა თუ პირდაპირ დაიწყებ. დავწე. რაღაც გამოვლით არის ეს. გამოგვიარა. შემოიარა. დავით. საბა წესები ვიცით რა თქმა უნდა, აღარ შეგაძე. 3, 2, 1. გურული ლოცულობს. რომ ეხარ ქივიც. რაიმინდა ქიცი, აპაშენიც. გურულ ქალს გველი უკმეს და რაც ხა დაგემართა, შენ თავს დააბრალე, მეცახა ქალმა მომაკვდა გველს. შეჯიბრების დაწყება, რუსულად на старт, внимание, марш, გურულად წეიკუნცხეთ, გახაზი. ოჩა საბა. ოჩა. შვენიერია, ვანოს გაეცინა 50 ლარი გაქვს. გურული ხარ? გურული ხარ? არა, ხო, კარგად აკეთებს. შვენიურად. გურულ აქცენტს. საბა, 50 ლარი გაქვს, მაგრამ 100 ლარიც გვინდა? გვინდა. კაი ხინკალი რატო არა? 100 ლარის ხინკალი. მოვემზადოთ. აბაჰე. აღარ შევაწევათ ახლა რაღაც შეკითხები. მშობლები უკან გულშემატკივრობენ, გააგრძელე. იცი ამ პროგრამა რო კარგია ბავშვს და გააგრძელე. 3, 2, 1. გოგონა შეიძლება ზუგეთის მატარებელში და გამცილებელს ეკითხება. რბილია აი ვაგონი. უკმინე ბიძე და გეიგებ. მეოცე საუკუნეა სტუდენტს უჭირავს გვირილა. უყარა, არ უყარა, უყარა, არ უყარა, უყარა, არ უყარა. 21 საუკუნეა. ქალია, კაცია. ქალია, კაცია. ქალია, კაცია. საბა მაუც. ბავშვია, რა კარგი ბავშვია. საბა მაუც. ძალიან კარგი ბავშვია. ეხლა უკან ხო არ ვხედავ, ვერ ვხედავ. მე ვხედავ პერიფერიულად. და წარმომიდგენია იმ შოუბელი, ხო? ბავშვი რო გამოდის და უკან რო იგივეს აკეთებს. ის ვაყოლებ ხოლმე. კარგია, საბა 100 ლარი შენია. მე დავინახე იქიდან ესეთი მოძრაობები. შეწყვიტე თამაშიო, მაგრამ ვერ დავეთანხმები. მივცეთ ადამიანს თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი. 100 ლარი გაქვს. ძალიან კარგად თამაშობ, დაფიქრდით. წინ გინდა 200 ლარის თამაში თუ არა? წვეთ. წვეთს თამაში. წვეთ. აი, ერთი კარგი ხუმრობა წაგვიკითხე. ისე მაინც წაგვიკითხე ხუმრობა. აი, ერთი გურული ზისლიან დაგზე მეორე მოდის და ეუბნება. შეიჩოჩე პაცა ძამა დამსმეც. კაი ბავშვი რატომ? არ გიქნა. აკეთებს იმპროვიზაცია. დაზეპია. დიდი არა. ძალიან ბევრი. აი, აღარ უნდა რა გააგეს. კიდე დავაცადო თუ კიდე მოვიდეს. აღარ უნდა გააგეს ეს. ესე იგი, შევაწუხე და ვიცი. 100 ლარი ხო? 100 ლარი. მამა თქვენ ხარ? აქეთ მოგცეთ თუ აქეთ? იქი? დამსახურებული. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. მადლობა. დიდი მადლობა ამ პროექტს თანხამო. 100 ლარი მოვიგე და ყველა სულჩაი რო აქ მოვიდოს. ძალიან იჭირო მადლობა. ძალიან. და ენერგიული ხასიათით რაღაცა კარგია. კარგია ასეთები გვიმრავლოს. მერთმა გადავიდეთ შემდეგ მონაწილეობაზე. კი ბატონო, გადავიდეთ. ექვთიმე ანთიძე, აპლოდისმენტები. ექვთიმე ანთიძე. გამარჯობა ექვთიმე. გამარჯობა ექვთიმე, როგორ ახარ? შვენიერი. 20 წლის ხარ ბათუმიდან. ბათუმიდან. ხულოდან? აჰა, თავისთავად. ან ბათუმიდან თუ ხარ, ესე ავტომატურად ხარ ხულო. ხელვა ჩავიძა. ზემოდან მოდის. ზემოდან მოდის. ძალიან კარგი. სტუდენტი ბრძანდებით, სწავლობთ. ჰობი ღიმილი და ნერვებზე თამაში. ხო, სმის ნერვებზე თამაში. გადაწყვეტე დღეს რომელი გაქვს მოფიქრება, ჩვენ ნერვებზე თამაში თუ ღიმილი? ორივე გამომადგება მე მგონი. ხელი ხომ არ გეშინია ესეთი ძლიერი მონაწილის მერე რო გამოდიხარ. ახოთ. შეშით ნამდვილად არა. კაი პროგრამა გაქვს, შენ თვითონ წერ? ვცდილობ რაღაცა შემე მეცვლა და რაღაცა. თუ გეხმარება ვინმე? არა, დახმარებით არა. კარგი, საინტერესოა თქვენი გამოსვლა. წესები ვიცით თქო. კი. წარმატებებს გისურვებთ, მოემზადე. 3 იქიდან უნდა გამოიწყო თუ რა. 3 2 1
სიტუაცია ცისფერი კინგ-კონგი. შემდეგი სიტუაცია შაურმის ჭამის შემდეგ. მოყენის ხმა. ვიდის ხმაზე. შემდეგი სიტუაცია მოკლედ ეს ეკონომიკური კრიზისი გვიწევს და როგორი არის სოფელში კარტოფილის თესვა. ოპა ნანი და ნანი ნანა ჰოი და ნანი და ნანი ნა. არ გაგეცინოს კარგით? რაჭველი უფროსი ეხვეწება გურულ დივანს. ბოშო, ცოტა ნელაძერე, თორე ვერ ვასწრებ კანახს, ბოშო. 80 წლის კაცი შედის აფთიაქში. მოგდანდით, გამარჯობათ. ის რო შეიძლება. მე არა. არა, ალეკოს შეიძლება ვერ ვაფიქსირებს უყურებ, მაგრამ დაასაბუთებ გაღიმებას უკაცრავად. რაზე გაგვეცინ ალეკო? რომ დამისაბუთება? დაგისაბუთოთ? კი ბატონო. ახლობელია ჩემ. არა, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ახლობელია. ფაქტი ერთია. უბრალოდ რა იყო, იცი, ძალიან რაღაც აბსურდული იუმორია. ჰოი, ნანი რაღაც უცნაურია ნამდვილად. ხო, რაღაც კარტოფილი აქვს მობმული იმას. კარტოფილი არ არის. ის კარტოფილს არ გავდა, ხვდები? კარტოფილი რა გაქვს მობმული მანახე? ეს ისკიზი იყო. ჭვიალა რაღაცა. ხო, რაღაც ჭვიალა კარტოფილი იყო, რა ვიცი, მე არ ეგეთ ჯიშები კი. რაღაც დეტალები აქვს შეკრეფილი. ნამდვილად, მაგრამ 50 ლარი რა შეიძლება. ერთი მე ჩათვალე რომ გადაგარჩინე. მადლობა. კი, 51 წამი იყო თუ არ ვწდები. აი ხა დავფიქრდეთ, 50 ლარი გაქვს. კი, გავარჯიშე. გავსი უმორზე არ ეცინება. თუ რამე სხვადასხვა რაღაცეები გაქვს, იქნებ არც გამეცინა, ღიმილი ვერ გამოგაპარეთ, ასე რომ. მეგონი ტილში მოიკრიბე. ხო, პატარა ღიმილი ვერ გამოგაპარეთ, თორე ისე. სამუშაო გაქვს, ძალიან ბევრი, ექვთიმე. გაქვს რაღაც მიმართულებები ნორმალური, უბრალოდ სამუშაო გაქვს. არ ვიცი, შეგიძლია გააგზავნოთ ამას ჩვენ იმას არ გეუბნები თუ არ გააგზავნოთ. ასე აქედან გამომდინარე შენი გადასაწყვეტია. შენი გადასაწყვეტია. და ის ხულოშიც ჩასასვლელი ხარ უკან. ეგეც გახსოვდეს. 50 ლარით გზად შეიძლება გეყოს. არა ადამიანი აგზელებს. 3 აგზელებ, კარგი. 2 და 1. ერთი სვანი, ერთი გოლიდან მეორე გოლაზე გასაგის. ო, გესმის თუ არ? შემდეგი შვილი დედას დედი მიხონდა მარო უნდა მოვიყვანო ცოლად. არა, შვილო, ეგა შენი ძუძუმწეაო. მაშინ კარგით იყოს მოვიყვან ცოლად, რომ არა, ეგეც შენი ძუძუმწეაო. შეხარო, რა იყო ეს ძუძუმები? ხობეზე ქონდა ჩამოწყობილი თუ რა? ქმარი გალეწილი მთვრალი მიდის სახლში ქალს. გაიხადე შეგედა სვალი დროზე გაიხადე ტანსაცმელი. რა გამიხადე, ესე თავი გამი. გაიხადე, რო გეუბნები. ქალი იწევს გახტას და ქმარი გაიხადე, ამერია გული საღოლ შენ. სვანი ინტერნეტში შესაძლებელია და ანტივირუსი არ შეუძლია. გამიხმეს ეს აი ხელი. ხო ყოლე ისა გამიხმეს ეს ხელი, მაგრამ რა მინდა იცი გითხრა რომ ფურცელზე გიწერია ამ ფურცელს ხუმრობას გეუბნები მე ამ ფურცელს კეცავ 4-ად მე ეს 4-ად ხო უნდა გაშალო მე იხედები რამდენი ხანი უნდა მოძებნო ეს ხუმრობა შემდეგი რა გაქვს ანუ ცოტა ყველას ერთი წუთი ქონდა და შენ ქონდა 10 წამი ფაქტობრივად იმდენი დრო მიდიოდა ამ ცოტა მოუმზადებელი იყავი დღეს სიმართლე გითხრა არ მოგატყუებ საერთო ჯამში ახლა კარგია რომ ხუმრობებს წერ მე მიხარია ყველა ადამიანი ვინცაც შეუძლია ხუმრობის და იუმორის წერა ეს მისასალმებელია მე მინდა რომ არ ჩამოყარო თები არ ვაპირებ ამ ჩვენ ბევრი იმუშაო ბევრი და ჩვენი კარები ყოველთვის ღია იქნება შენთვის დიდი მადლობა ხარდუხარდ დღეს ვერ მოვიდი მაგრამ აუცილებლად ამომჯობესებ ეს სამექნება და აუცილებლად უნდა წავიღო აქედან 1000 ლარი ხო. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეში. შემდეგი ყავს ხო კიდე? ყავს. ძალიან საინტერესო. გოგა ზირაკიშვილი, აპლოდისმენტები. გოგა ზირაკიშვილი. გამარჯობა გოგა. გამარჯობა. პატარა ბიჭი ყოფილი და გოგა. რამდენი 13 წერია. და თუ ერთი დახვით მიხვდიო 13-ის დახვით მიხვდი 13-ის რომ არის. ხობი გაქვს სიცილ კისკისი. დიახ. იდეალი ქალი ქეთი. ვინა ქეთი? ნუ ეხლა ვინ არის ქეთი?
გამოტყდი. ვინ არის ქეთი? ერთი ადამიანი არა. ადამიანი რომ მივხვდით ჩვენც ადამიანი. რატო? მე იდეალ ქალზე ესე როგორ შეიძლება? ერთი ადამიანი არა. იდეალ ერთი ადამიანია. არის. ჩვენ მუსიკას დავადებდით პატარა. ხო, რაღაცას. რა მოგვიბზადე გოგა? რაც ანეკდოტები. შენი მოფიქრებული ანეკდოტები თუ ქეთის ამოკრეფილი. ნუ ახლა ჩემი მოფიქრებული მთლად ისეც არა, მაგრამ ნუ არც ქეთის. ხო. არც ქეთის. აი მე მგონი დაიბნა ახლა. კი, არის ნერვიულო. აფერია ჩემი სანერვიულო. თხოვნა იქნება. თავისუფლად მოყევი, რაც გაქვს ხო, თან ჰობი სიცილკისკისი გაქვს. დავიწყოთ. იმედი მაქვს რომ მოიგებ ძალიან ბევრს. 3 2 1 ცოლ-ქმარი ჩხუბობს მანქანაში ახლა ჩაავლიან ღორებს და ეს ცოლი ეუნება ქმარს რომ ნახე შენი ნათესაობით ხო სიდეთრ სიმამრე სვანსეუბნებიან ბავშვი მომინათლეო მე მონათვლისა არაფერი ვიცი ჩემი ცხვას მომანათლინეო ტიპს იმდენი პრობლემა ჰქონდა ფლეშკით დაქონდა სვანი წერილს წერს ვიცით სწრაფად კითხვა გიჭირს და ნელა უწერ ახლა ამ წერილს სვანი გაისადამილს შეერთებს. რისთვის? გაზიანი წყლისთვის. სანამ დაუწყდეს სამი მეგობარი საუბრობს და ერთი ამბობს მე დედიკოს თვალები მაქვსო. მეორე ამბობს მე მამასნაირ ცხვირი მაქვსო და მესამე ამბობს მე ჩემი ძმის ტრუსი მაცვიაო. ცოლი ეუნება ქმარს რომ ცოდნოდა რომ ასეთი ღარიბი იყავი ცოლად არ გამოყვებოდი. მთელი ცხოვრება იმას არ გეუნებოდი შენს მეტი არაფერი არ გამაჩნია ამ ქვეყანაზე თქო. რეკლამა დედამ გარეცხა 50. პორჩი გემი შემოვიდა. სამწუხარო. და სიგნა. საშინელი პაუზა. სამწუხაროდ ერთი წუთი მალე გადის. აღნიშნე უკვე ერთ წუთში. ხო, ნუ მე მგონი ეს ისევ და ისევ ანეკდოტების დამსახურება. ანეკდოტი ხო არ ჭრის როგორც ვთქვა. ძალიან იშვიათი შემთხვევა ანეკდოტი. ხო, უნდა ითამაშო ძალიან კარგად. აი მაგალითად მაყურებელი რომელიც უყურებს წარმოგიდგენიათ, ახლა შეიძლება ანეკდოტზე ჩვენ გავიცინოთ რაღაც კარგად მოყვეს და მაყურებელი უყურებს ამას რომელმაც ის ეს ανეკდოტი და ეს ხო ვიცი და აი ხო არა თან ფულით გამოდის არის ეგეც ანეკდოტებით ეს არის ძალიან დიდი ეგეც არის ალბათ მე უფრო მომწონს ოდესაც ადამიანები თვითონ ქმნიან იუმორს და მე ეს უკვე ანეკდოტად გადის ეს არის ყველაზე მაგალითად ის პატარა ბიჭი რო გამოვიდა თავიდან ხო და რო კითხულობდა კარგი ანუ არც კითხულობდა ხო ის კონდა რა ქვია ეს ანეკდოტი დადებდა და თამაშობდა ამ შემთხვევაში კიდე გამართლებულია მაგრამ უბრალოდ რო კითხულობ ნუ ეხლა მოდი არ ვაწყენინოთ გოგა ეხლა ესეთი კომენტარებს არ გავაკეთებთ ძალიან კარგი ბიჭი ხარ არა ეგ ფაქტია კარგია რომ გააქვს მიდრეკილება რომ შექმნა იუმორი გააცინო ხალხი ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ სიცილი ხო იცი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი ყოფილი თან 13 წლის ხარ 13 წლის ხარ ყველაფერი წინ გაქვს უკვე დიდი გამოცდილება მიიღე ჩემის აზრით ასე რომ იმუშავე და იმუშავე ჩვენ კიდევ დაგელოდებით აქ აღლობის ვეტერანი ისევ შევხვდებით I'll be back მომეწონა ეს გადაცემა კარგი იყო და კიდე მოვალ ალბათ გადავიდეთ შემდეგ მონაწილეს ელდარ ჩმუხაძე აბაჟო აბადონოდა მიხარია კონტროლოთ კოსპოროქსი დიდი მადლობა მეც მიხარია რომ აგზანდებით აი ცენტრი დაიკავეთ დავიწყოთ როგორ ახარ ბატონო ელდა არა გუშოს კარგად ხო 79 წლის ბრძანდებით ძალიან მოხარული ვარ რომ გადაწყვიტეთ რომ გამოხვიდეთ ჩვენს გადაცემაში დიდი ხანია ამ სფეროთი ხარ დაკავებული იუმორით იუმორი ძალიან მეყვარს თითქმის ყველა საქმეს ვცდილობ იუმორის გამაიყვანო იუმორი ყველა შემთხვევაში ყველა მომენტებიდან ასე მაინტერესებს მე ამბროლაური და ბრძანდებით რაჭველი ბრძანდებით ეს კი ბატონო ელდარ ანუ რაჭველი რო ბრძანდებით ეხლა ჩვენ გვაქვს ერთი წუთი ამიტომ ცოტა ამ ერთ წუთში იქნება რაჭველი არ იყოთ უფრო სწრაფად ისაუბროთ რომ კი კარგი მოდი დავიწყოთ შეგვიძლია დავიწყოთ ბატონო ელდარ წესები ვიცით ვიცი აბა წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა 3 2 1 სამსონია სიკო წაიკიდნენ
სამსონმა უჯიკავა სიკოს სიკომხელი დაასახა. ერთი წუთი ბატონო. კარგია. ალეკოს გაეცინა 50 ლარი თქვენია. გილოცავ. აქეთ მოტრიალდი და აქეთ. აქეთ. ეს. ბატონო ელდარ. მეორე დახარშა. ბატონო ელდარ, ვაგრძელებთ თამაშს. გაფრთხილება მარუშოა. გავაგრძელოთ? ხელსაბუთი. ანუ ვაგრძელებთ. სიჩუმე 3 2 1 სამთონი წაიქცა. რატო წაიქეცი? რა გეჩქერებოდა? მე მიდოდა ფეხზე მდგარიყავი, მაგრად მეცემე და დამებეჟე. კარგია, ბატონო ელდარ, 100 ლარი თქვენია, გილოცავთ, 100 ლარი გაქვთ. შვენიერი დასაწყისია. შეკითხვა, ვაგრძელებთ თამაშს? კი. ვაგრძელებთ. კი ბატონო. მოემზადოთ 3 2 1 ია ბაზარში ყველს ხიდი და მოქალაქე ყველის გემო გაუსინჯა მეტონა რაფაში მომცემო ვორმანეთშიო უთხრა საკუთარი შენი საკუთრება როგორც გინდა იმ ფასში გაყიდე. კარგია ბატონო ელდარ, კარგია. 200 ლარი თქვენია. გენიალური სვლა არის ზემოთ და ზემოთ 200 ლარი თქვენია, მაგრამ არ შემიძლია არ კითხოთ. ხო არ შევწყვიტოთ თამაში. თუ ვაგრძელებთ? არა, კაცო, გავაგრძელებთ. ვაგრძელებთ. სიჩუმე 3 2 1 შენი საქონელია პაჟალუსა როგორც პაჟალუსა ეს სიტყვა უნდა გეკითხო ვაშკები ბატონო ელდარ გილოცავთ 400 ლარი თქვენია 400 ლარი თქვენია და შეკითხვა წინ არის 1000 ლარი თამაშობთ 1000 ლარზე თამაშობ ანუ აქამდე დავიღუპეთ ანუ აქამდე ზეპირად იცოდა აქამდე კი ეხლა საპონ მოემზადოთ სიჩუმე მოიცა ერთი წუთი ეხლა დამაგებელი დაგვახსენე კაცო მე დამაგებელი ვაცინე ერთი წუთი დავაგდნენ წყალი ხომ აგნება არა იყოს არა იყოს всё 3 2 1 ეს სიტყვა მე პაჟალუსა შენი საკუთრება როგორც გინდა ისე იმ ფასში გაყიდი პაჟალუსა რუსი იყო რა ეს სიტყვა დედის შეგინებად მიიღო ირინამ ხალხი და ხალხი ეგარი კარგია ილოცავთ ბატონო და მორჩა მოიგეთ 1000 ლარი გაიმარჯვეთ ისე რომ ვერც მე გირჩევთ შეინახოთ ეგ ხუმრობები რა იცით რაში გამოგადგებათ 1000 ლარი თქვენია აპლოდისმენტები აიღოს სეითი და გადავდეთ 1000 ლარი ვაი 1000 ლარი მოიგე 1000 ლარი მოიგო მიულოცოთ ხალხო 1000 ლარი ეკუთვნით აი მე ძალიან კარგი გული თვისინე დიდი რა მოდადი ფასკელდა აქეთ ხილად არ დავა აქეთ ესე ეგრეთ შეიძლება ესეთი აი ერთი მიბოულოცოთ კიდევ ერთხელ ბატონო და აი გიორგი მიაციეთ ბატონო და აი აი ხარ ყველას მოუწოდე ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა მე მგონია ერთხელ რომ მოხვალ მეორეს მესამე და მეოთხეთ მე ვინდოდა მოსვლა გენიალური შემთხვევა იყო
რა არის ის მე ესე კაი ხანი არ მიცინია რა ხუმრობები არც გამიგია რა წაიკითხა მაგრამ არც სიტყვა არ გამიგია სიმართლე რომ იმდენად ჩხუბით გეკითხულობდა იქ ჩხუბობდა თან რა და ესე რა ვქნა რა გამეცინა შევაჯამოთ მოდი დღევანდელი გადაცემა მოდი მე დავიწყებ ხო ხატანოვანი თუ შეიძლება შეჯამებას მე ძალიან მომწონს ის ტრადიცია რომ უკვე ძალიან ბევრი ბავშვი მოდის გააცნე და მოიგეში რაღაც ისეთი სახე მიიღო გააცნე და მოიგემ ამას წინათ ეზოში ვნახე ბავშვები თამაშობდნენ გააცნე და მოიგეს მართლა კი მართლა და ძალიან მესიამოვნა რა კარგია ჩვენ რას თამაშობთ ეზოში მე მახსოვს ეზოში რას თამაშობთ ბრუსის ფიქაობანას ზინობანას თამაშობდნენ საშლელებით თამაშობთ წრეში ჩვენ თამაშობდით მოამბეს ძველ დროს არ გახსოვთ მოამბეს თამაშობთ მოამბეს თამაშია დღეს ძალიან კარგი გადაცემა იყო, განსაკუთრებით ძალიან სასაცილო იყო ბატონი ელდარი. ნუ ეს იყო, რა ვიცი, რა გითხრათ. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსვლა იყო, მე მაგალითად ძალიან ბევრი ვიცინე, იმიტომ რომ ძალიან ტიპაჟური ადამიანი იყო და ყველაფერს რასაც ამბობდა სასაცილო იყო. მე იმაზე ვიცინე, რომ 400 ლარზე ავიდა სათვალის გარეშე და მე გაიკეთა უკეთეს. 400 ლარზე სათვალე დაჭირდა. ხო და ნუ მოიგო 1000 ლარი დამსახურებულად. კი ბატონო, მეც გეთახმებით. ბიჭებიც ანუ ორივე ძალიან კარგი, ნუ გოგას არ გაუმართლა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ნუ გამოცდილება კიდე ბევრ რაღაცას შვება, მაგრამ და საბა უფრო გაკეთილი ბავშვი იყო, ეს 8 წლისო იყო. იმისა რომ 8 წლის. აი ესეთი იყო რა, ცოტა. გეთახმებით ყველაფერში. დავამატებ მხოლოდ იმას. რეზუმე არის რომ შვენიერი გადაცემა გამოვიდა. ამისთვის მადლობა თქვენ რომ ხართ ესეთი ობიექტურები. მადლობა თქვენ. ხო თქვენ მოგმართავთ რომ როგორც ათქვათ არც ეს აქვს მნიშვნელობა არც ასაკ შეგიძლიათ ყველანი მოხვიდეთ და აი ამ ადამიანებს წაართოთ გულები ზუსტად ერთ კვირაში აი ამ სცენაზე შევხვდებით ნახვამდის